მეტის ბურძგლი დავარქვით. დაახლოებით 2 წლის მეტისი თათების სიმედმა სექტემბრის თვეში უფასო სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაციის კამპანიის დროს მარნეულის მუნიციპალიტეტში. სოფელ შულავერში იპოვა მძიმედ დაავადებული. სუგას დახმარება ადგილობრივებმა გთხოვეს. გვითხრეს, რომ ძაღლი მათ საცხოვრებელ კორპუსთან ახალი მიტოვებული იყო. სუგას მხოლოდ საკვებით ეხმარებოდნენ, თუმცა მას გადასარჩენად ექიმი სჭირდებოდა. თათების სიმედში გიყვებოდით, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში უფასო სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაციის კამპანიის ჩასატარებლად 10 პოლონელი ვეტერინარის ჩამოსვლა დავაორგანიზეთ, რომლებმაც ბურძგლი გასინჯეს. გვითხრეს, რომ მას მუცლის ღრუში სიმსივნე ჰქონდა და ქართველ ვეტერინართან იოსებ ბოჭორიშვილთან ერთად მძიმე ოპერაცია ჩაუტარეს. არაკასტრირებული იყო და ეს პრობლემა მომდინარეობდა კრიპტორხიზმიდან. სავარაუდოდ ერთი ჯირკვალი ჰქონდა მუცლის ღრუში. გაუკეთეთ ოპერაცია, ოპერაციის შემდეგ გაიარა პოსტოპერაცია. პოსტოპერაციის დროს მისი მდგომარეობა არ გვაძლევდა მთლად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობას და გადავამოწმეთ ანალიზები და ვნახეთ, რომ მას აღმოაჩნდა ასევე სისხლის პარაზიტები, რომელიც ძალიან გავრცელებული არის ახლა ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით ქუჩის ცხოველებში. მარნეულის მუნიციპალიტეტში უფასო სტერილიზაციის კამპანიის დროს ნაპოვნი დაავადებული ცხოველები, რომელთა ბინადრობის ადგილას დაბრუნებაც შეუძლებელი აღმოჩნდა. კურნალობის დროს თათების სიმედის სარეაბილიტაციო ცენტრში დაიდეს ბინა. ექიმებმა გვირჩიეს, რომ ცუგასთვის მუცლის ღრუს ეკოსკოპიური კვლევა ჩაგვეტარებინა. აღმოჩნდა, რომ ბურძგლის მეტასტაზები არ ჰქონდა გავრცელებული. თუმცა სისხლის პარაზიტებით ინფიცირებამ და შიმშილმა თავის კვალი მაინც დატოვა. ამიტომ მას ინტენსიური მკურნალობა სჭირდებოდა. ბურძგლის მკურნალობის კურსი 28 დღე გაგრძელდა. ჩვენი ბურძგლი მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ შესამოწმებლად სოსო ექიმთან მოვიყვანეთ. რა თქმა უნდა, კარგი შედეგი გვაქვს როგორც სიმსივნის თვალსაზრისით, ასევე სისხლის პარაზიტების თვალსაზრისით, ეს რამდენიმეჯერ გადავამოწმეთ ანალიზებითაც. დღეს შევამოწმეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ძალიან კარგად გამოიყურება. მარნეულში მცხოვრები მიუსაფრები ადამიანებს არ ენდობიან და ძალიან ეშინიათ მათი. ბურძგლისაც ძალიან ეშინოდა, თუმცა ერთი თვის განმავლობაში მისი ნდობის მოპოვება შევძელით და გადავწყვიტეთ, სუგას ცხოვრება რადიკალურად შევცვალოთ. ბურძგლი გასალამაზებლად სილამაზის სალონში წავიყვანეთ. ექიმა გვითხრა, რომ ბურძგლი უკვე ჯანმრთელი ბიჭია და მისთვის პატრონის მოძებნა შეგვიძლია. ასე რომ ჩუქდება ბურძგლი, მაქსიმუმ 2 წლის, ძალიან საყვარელი და დამჯერი ძაღლი. აყვანის მსურველები დაგვიკავშირდით ჩვენს Facebook გვერდზე. ჩვენ თათების სიმედი ვართ. ჩუქდება ძალიან საყვარელი ბურძგლი, რომელსაც სილამაზის სალონი ძალიან მოუხდა და გამოიყურება მშვენივრად და აქ აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ემოციური ახლა იმის მოსმენა სოფია ბეროშვილი ხშირ შემთხვევაში როგორ იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და ის ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ ხოლმე დახმარება, სწორედ სოფია ბეროშვილთან გადიან ხოლმე რეაბილიტაციას და მადლობა მას ამისთვის და ხო, ბურძგლი ჩუქდება და მოგმართ და აუცილებლად თათების იმედის Facebook გვერდზე.